მე საქართველოში დავიბადე, მაგრამ ხაჭაპური რუსეთში უფრო გემრიელია ვიდრე საქართველოში. ამბობს UFC-ს 29 წლის მებრძოლი. პირველად ცარუკიანმა ქართველი ხალხის უმეტესობის ყურადღება სწორედ ამ ინტერვიუს შემდეგ მიიქცია. და მაინც, ვინ არის არმან ცარუკიანი? არმანი 1996 წელს საქართველოში, ახალქალაქში დაიბადა. ჭიდაობას პირველად საქართველოში ეზიარა და იმის შემდეგ სპორტისთვის თავი აღარ დაუნებებია. რუსეთში გადასვლის შემდეგ უკვე ჰოკეიმ გაიტაცა. იგი 18 წლამდე ამურის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ თავი მთლიანად საბრძოლო სპორტისთვის მიეწონა. 2015 წელს არმანი UFC-ს რადარზე მოხვდა და ორგანიზაციაში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ცარუკიანი საქართველოში დაიბადა, ხოლო რუსეთში გაიზარდა, ოქტაგონზე სომხეთის დროშით გამოდის, თუმცა მას სომხეთის მოქალაქეობა არ აქვს. ერთხელ სამბოს ტურნირზე გამარჯვება მას პირადად ვლადიმირ პუტინმა მიულოცა. საუბარია სამბო 60-ზე, რომელიც პუტინის პატივსაცემად გაიმართა. ტურნირი ცარუკიანმა მოიგო და რუსეთის პრეზიდენტთან რამდენიმე სურათიც გადაიღო. პუტინთან გადაღებულმა ფოტომ ერთხელ ცარუკიანს უშველა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მოყვა, არმანს ერთხელ პოლიციელი სადღაც არ უშვებდა, თუმცა როდესაც პუტინთან გადაღებული ფოტო აჩვენა, დაუყოვნებლივ გაატარეს. ამჟამად ცარუკიანი მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციაში UFC-ში იბრძვის და მსუბუქი წონის რეიტინგის მეორე ნომერია. ცარუკიანი გამოირჩევა ილია თოფურიასადმი აგრესიული განცხადებებით, რადგან სომეხ საჩემპიონო ქამლისთვის ბრძოლა სურს. ამ მიზანს კი ვერა და ვერ აღწევს. მართალია რუსეთზე შეყვარებული ცარუკიანი ყურადღების ცენტრში უფრო მისი ხმაურიანი განცხადებების და საკვებისადმი დიდი მადისქონის გამო ექცევა ვიდრე სპორტული უნარების. ფაქტია, რომ ის UFC-ს ერთ-ერთ წამყვან მებრძოლად ითვლება.